გამარჯობა, ეს არის ბაჩუსარხი და გადაცემა რიკი ხუმრობების მესამე ეპიზოდი. აკაში უნდა. ჩვენი სტუმრები კი. მოგესალმებით ბატონო ლადივერ. სალამი ლადასიმე. ჩვენი მეგობრები ჩასტუმრები არიან. როგორ ხართ მეგო? იდეალურად. გადასარევად. ძალიან კარგად. ლაკენთ მოიტანეთ ჩვენივრად. რიკი ხუმრობები. მოვიტანეთ რიკი ხუმრობები. ხალხმა დაწერა რომ რიკი ხუმრობებიო ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენ დავსხადით და ვისაუბრეთ რომ ჯოუკი ხო არ დავტოვოთ, მაგრამ მე რიკის მოდი ორივე იყოს. ხო, ვისაც როგორ ისე დაუძახოს, და ჯოუკები ვისთვის რიკები რა. ძალიან კაი ამბავი. მე მადლობას ვეთქვი გამომწერებს, რაც ამ ტყეში გადმოვედით, ამ ტყეშის გადმოვედით. სააბრაგეში გადმოვედნენ და სადღაც 1000 გამომწერი დაგვემატა და მადლობა თქვენ რომ გამოიწერეთ ბაჩუსარხი. 1000 მეტყევე. 1000 მეტყევე რა. და შესანიშნავი ამბავია. არ მოჭრათ ხეები და მოკაფეთ ხეები. გასხალი. და მოიტანეთ რიკი ხუმრობები. ბიჭო, კი, მოვიტანე. მე შეძლებს დაგვარად მოვიტანე და ვნახოთ. 7-8 უნდა მოიტანო. 10 შეიძლება. რასიზამ თქვენ დაიწყებთ თუ მე დავიწყოთ? კიდე ჯეირანები თამაში. მოდი ჯეირანები თამაში. კიდე დაგვიწერეს რომ რახან რიკი ქვია, რიკი თამაში. კაი, მოდი რიკი. სამივე? არჩიეთ თქვენგან რომელი. არა, სამივე და ვინც მოიგებს იმან დაიწყო. ხო, კაი, ხო. რიკი. არაფერი ხო? რიკი. მე ვიცი. დაგერხა. რიკი ხუმრობების მესამე ეპიზოდის პირველი ხუმრობა, დუბლი 23. 23. კაი. ამით დავიწყოთ მაშინ. რის გასაღებს ვერ გაუკეთებთ დუბლიკატს. ეს საინტერესოა. პროჭის. ოკეი. პროჭის გასაღებს დუბლიკატი არ გაკეთებთ. თუ დაკარგეთ ენერგია. დაგიკარგავს პროჭის გასაღები. სამწუხაროდ არა. შენ მიხდები ახლა მე რატო გამოვიცანე ჩემ ხუმრობაშო დავიკითხავ. თქვენ ჯერია. მიშკა. არ ბადე შენ ცოტა ხლად გააკეთე. ხო, კაი, მაშინ მე დავიწყებ. კაი. რა ქვია კაცს, რომელიც ერთდროულად არის ზოოფილის და ნეკროფილის, თუ იცით თქვენ ძმება? ვერსია? არ მაფიქრობ. კმაყოფილი. ძალიან კმაყოფილი. კარგი, პირველი ხუმრობა ცოტა ლაითით დავიწყოთ. ქართული სამედიცინო კოდექსის მიხედვით, რამდენ ხანში გაივლის ტკივილიან შეხორცდება ჭრილობა? თუნდაც თავიდან წავიკითხო. კი, და. ქართული სამედიცინო კოდექსის მიხედვით, რამდენ ხანში გაივლის ტკივილი ან შეხორცდება ჭრილობა? არ ვიცი. სამედიცინო საიდან გაკეთებთ? ქორწილამდე. კარგია. ახლა ესეთი მაქვს მე. რა ქვია ძალიან ღარიბ ნარკომან მაფიის ბოზს. ბოზს კი არა. ძალიან ღარიბ ნარკომან მაფიის ბოზს. აზერო. მეტადონ. კარგი ხარ. სახელი მაინც შერჩა რა ის დონიდან. დარჩება. შენჯერია ზოგი შესაძლოა. თქვენ თუ იცით რატომ წავიდა ემიგრაციაში კუკური ბარამიძე ზედმეტ სახელად დომინიკ მანგი? ემიგრაციაში წავიდა? რატომ? არ ვიცი. მაგ რაღაც პასუხი, მაგრამ არ ვიცი. მანგო არ ხარობ საქართველოში შეჩება. რადგან ასე მანგოს და ასე შემდეგ შევეხეთ, მაშინ არის ასეთ ხუმრობს თქვი, რატო გადაიკეთა გიორგი მასხულიამს ქეს? კაცად უარგისი იყო? კაროჩე, კაცი რო იყო, ყლეს ეძახნა, ხალხზე მეგერიდება რა და გიორგი ძალიან დიდი პოზიციაში საიდანაც ვიყურებ. მე არაფერში ვაში ვარ, მე შენი ფანი ვარ ბავშვობიდან დღემდე. კარგი. შემდეგი, კარგი. შემჯერია? კი. რას განიცდის ცუდი ჟურნალისტის მშობელი? ცუდი ჟურნალისტის მშობელი? ანუ რა განცდა აქვს რა, ცუდი ჟურნალისტის მშობელს? არა. იმედგაცრუებას. კარგი ხარ. ორაზროვანი. შენიერია. კაი. რა ქვია ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ძიან ყავას სვამს? ყოფილატეფილი. რა ყლებობებზე მაფიქრი. ვიყარ ხარ ზოგო. რა თქმა უნდა, კიდე მაქვს. გერმანიაში მიდის ხვალ? საათი არ თქვა. ფანებიდან ხვდებიან და შემაწუხებ. ორივე აეროპორტში ხო? ბატონო. უფრო იქით. მიშიკო შენ ჯერ. კარგი, შემდეგი ასე თქო,
ტიპს უზის სამი კაცი რა. ერთი წინ, ერთი უკან და ერთი განზე. რომელი აქედან მუსიკოსი. თავიდან გავიგე ტიპს უზის სამი კაცი. ერთი წინ, ერთი უკან და ერთი განზე. რომელი აქედან მუსიკოსი. რომელი? განზე როუზ. ენერგია. განზე როუზ. ილოტო. რა ქვია მამაოს, რომელიც სულ YouTube-ს უყურებს? რა ქვია მამაოს, რომელიც სულ YouTube-ს უყურებს? YouTuber-ი? Subscriber. ენერგია. დაი. შენ მოგეწონა წაიღე. ამას ავიღებს და საზას მივცე. თქვენ თუ ისით რატომ არ აქვთ ედემის ბაღში iPhone-ები? ვაშლის მოჭმალე, არ ვიცი. ვაშლის აკრძალულია ყველაფერი შეჭება. მოჭმა არა, იტალიანად ვაშლი. გორი აკრძალული. კარგი. ეს რა შეჯიბრი იყო, ზოგი აბაქურას წაიღებ და უკან. განყვეთ. ესეთი ქართველ გეის რატო არ აქვს ბევრ კაცთან სექსი? ნუ შეიძლება აქ, მაგრამ ხუმრობაც ასე ჭირდება, რომ რატო არ აქვს ბევრ მამაკაცთან სექსი? საინტერესო. არ ვიცი. რატომ ბევრ კაცთან რა გქონდეს, მე ბოს დოძახებენ და მაგით შეძლეს შეხება, მაგრამ რა თქმა ესეთი ამბავი. ქართველი გეი არ არსებობს. თან ახლა მithumetes. მერაბ სეფაშვილის მამა პატიოს უბრალოდ დაემთხვა. მერაბ სეფაშვილზე მაგთან გეის მე რო არა, მაგრამ ფეშუაშია კაც მერაბი არა რა. შენ გენაცვალე. მერაბ სეფაშვილი რო იუმორინაში მღეროდეს რა სიმღერებდა რა. ნა თავს მოიკლავს თეთრი ჯაში აბაღა. ჯაში? გურამ ჯაშმაც მაპატიოს. გურამ ჯაში კი ბატონო. დაი. თქვენ თუ ისით რას ეძახდა წითელ ქუდა, როცა დაინახა რომ ბებიამის მგელი ჭამდა? ჭამე შენი დედა მოვტყამ ყუმარ. კარგი. მოგითხოს კაის? საზიგოს. რა ქვია ფიტნეს ინსტრუქტორს, რომელსაც ბადრი ქვია? ფიტრეს? ბადრი ქვია, რა ვიცი. ბადრი ჯან. ბადრი ჯან. კარგი. ხო, ეს 20 წუთი რო სიტუ. ბადრი რო შემოდი. რითი გამოცურავს პორნო ვარსკვლავი უკაცრიელი კუნძული? ყლითი. აბა? პრეზერვატივით. აჰა. ამის ჯობდა. ვერა. კაი. მოდი ხა, რა ვიცი. შენზე გადავაკეთე. რას ეძახიან უბანში 45 წლის ვლადიმერს, რომელსაც ხოლოს ადამიანის რძე უყვარს? ხოლოდ ადამიანის თავიდან მე დაგეკარგე. ესაში დაგეკარგე. რას ეძახიან უბანში 45 წლის ვლადიმერს, რომელსაც მხოლოდ ადამიანის რძე უყვარს და მაგას სვამს? სხვა რძეს არ ეგარი. აი, ლაქტოფილი შეჩემ. ბიჭო, ამას არას ნა. ლაქტოფილის რა არის? კი ვიცი, სასაცილო არის. როგორ არის? შენზე იყო. აი, კარგი. ასე თქო რა, იმერელი კაცის ყალაში ამოხეთქა ნავთობმა რა. რა სიტყვის იმერელი კაცი? აი, კალანკა როდის დავგებოდი შულები? აბა? აუ რა მინდა, ამნაირი ბენზინი დედა მოუთხრა მოსავალს. ასეთ ფრაზას სიტყვის. ისი რამდენიმე მეზობელი რომელიც რა ქვია 14 წლის ნერვიულ ძაღლს. კლიმაქსი. ძაღლები ხო სადღაც 15 წლამდე ცხოვრობ. კარგია. დაგშა კიდე? ორა მაგის მეტი. კლიმაქსები? კარგია. თქვენ თუ იცით რატო არ უყურებს გოგონების ნაწილი პორნოს ბოლომდე? გულისხმება. ეხეთი არის. იმიტომ რომ ბოლოს მხოლოდ გოგო რჩება გულდაწყვეტილი და სველი ხელით. სადი ხო ეს დღეები. სადი ხო ეს დღეები. სულ ადგილებში ნუ მკითხავ. თან ბევრგან იყო ბოლოში. ახლა მე როგორ დაგავიძე აქ რა მოსატალია და ასე დაგავაგდელე. ჭიდი. ტყეში ვარ და მაინც მე უხერხულა. კარგია. ტყეში უნდა. საშინელებათა ფილმებში ზომბები რამდენი დადია. ერთად თუ ცალ-ცალ? ერთად. ჰორორად. კიონეტის პონჩია თან. არა. ერთს მეორე ზომბი მოყავს, ორ ზომს 4 ზომბი და ასე შემდეგ. რა ქვია იაფასიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას?
არ ვიცი. აი, ლეო, ტრიგო კრედიტი. მე ვერ დაიგეთ. რა ფილმში ვერ ითამაშებდა მიშკა ჯაია. რა ფილმში ვერ ითამაშებდა მიშკა ჯაიანი? არ ვიცი. ციდან 3 მეტრს. მერგია. აი, იდიოტიზმი. ანუ თქვენ თუ ისეთ როდის ხდება კიტრი დეპრესიული. როცა ხალი იყოს კიტრი, რა როდის ხდება დეპრესიული. როცა სალაჩი თავს დაკარგულ აგდობს, შეჩება. პამიდორი ამახტულია. რა ქვია მას ხახვი და კიტრი არის ეული. სადიყო. იმერმა კაცმა რომელსაც ბევრი ფული შევა და კომპანიები აქვს, ვინ გახდა თუ იცი? უმფროსია. მე მეტი აღარ მაქვს, მამა. გადმოგიგზავნო? თქვენ და ამისალა. 8 წავიკითხე თუ 9-დან. სიარ, მე არა მაქვს ჩემ. თქვენ? მეც გავჩერდები მეც. 50 ლარზე გაჩერდები? ხო, ვიღაცა რო დაწეროს მე ამათ ლაგო უყლევ. ჩერდი რა. კი, შეიძლება სადაც მე-3 წუთზე ვიღაცამ და მე ჩემ მეორეზეც ვიტყოდი. ეს ხო აღარ მინდა წაიღე. სასიამოვნო იყო თქვენთან რიკი ხუმრობების გაცვლა აკა რაღაცები ამოჭერე და დაადგე. არა, ყველაფერი დაიწყო და ის გადავიღეთ რაღაცა. კარგი და ცუდი მხარე უნდა ნახოს მაყურებელმა რა. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრით სად იყო თორნიკე ყურაშვილი, როდესაც ამ ხუმრობებს იგონებდა უფრო. იგონებდა. ტელეფონში იწერდით თუ სად იყო? არა, თავიდან ლეპტოპში. მე ის ლეპტოპი სამწუხაროდ ცუდად დავთვალე ის ისტორია. მოდი ხალხს ცოტა ისიც უთხრათ, რომ მარტო ამ რიკი ხუმრობებს არ ვაპირებთ ამ გადაუხურავში რა ამ დღეში და მოდი მანამდე ის თქვათ, რომ გამოუშვან ონისეს ხადაზე. ხო, ონისე აუცილებლად ვაპირებდით მაგას და დამას. შესამჯერ თქვი და მე ერთხელ ხომ და დაგვასწრებს ვინც უნდა გამოვა. ახალ წელს არ დაელოდებია. რამეს ხო არ გვეტყოდით მაყურებელთან. ბიჭო, მე ვიცი როგორც ასეთი ამბავია, რომ სერიალს ვაპირებთ. მე ასე ვიცი. ეს სერიალს ვაპირებთ. სცენარული ამბავი ნახევარი დაწერილია. დანარჩენი ნახევარიც მოაზრებულია. უბრალოდ ჭირდება დროის ამბავი. დიახ. სამწუხაროდ ერთი პერსონაჟი გერმანიაში მიდის, მეორე მის ჩანაცვლება მოხერხდება. სამწუხაროა. მხოლოდ ეს ხუმრობები დაგვიტოვა და ამით თავდება ჩემი გონი ურთიერთობა. რომ არამდე ჯობდა რა დასული. მიტომ მოიტანა სუსტი ხუმრობები, რომ გული არ რა თქმა უნდა. დახვდეს. ამას რა ხარ დედისწნელი ხუმრობები მოიტანა, რატომ მიდიხარ და რაღაცა ერთად უწყებდით. სპეციალურად სუსტი ხუმრობები მოიტანა. კარგი, დაახლოებით უთხრათ ადამიანებს, როდის შეიძლება ეს სერიალი იხილო. აგვისტოდან ალბათ სადღაც დაახლოებით 10-15 აგვისტოდან უნდა ველოდოთ სერიალის პირველ და კიდე წინასწარ ის არ იქნება მოლოდინის შექმნა, რომ აიმე რაღაცა დისპლეი დაიდება რა, დაუდებ და თვითონ შეაფასე. იმიტომ რომ ვინც ასე გააკეთა, მე იმან არ გაამართლა სამწუხაროდ ვიცი რამოდენიმე და ჯობს რომ უბრალოდ დავდოთ და ნახოს ხალხმა რა. ჩემს კარგი გამოვა რა. ჩემი აზრითაც. თქვენ მანამდე გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ გადაცემას. და დაწერეთ კომენტარებში ზოგადად სად იმყოფებოდა ამ დროის მანძილში. და ჩემი ერთ-ერთი იდეოური დაუწერეთ რომ საუკეთესო ოპერატორიც ხარ. ასეთი კომენტარი დაწერეთ. მადლობა თემოს.